ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად მოგესალმებით მაშინ მონაწილეობისთვის მოკლედ მას შემდეგ რაც თქვენმა პარტიის წევრებმა გააკეთეს განცხადება რომ ამერიკელებთან შეხვედრის შემდეგ აი ესე ნათლად და არაურაზროვნად დაინახეს ჩვენი პარტნიორების სურვილი რომ ოპოზიციამ თავი დაანებოს ბოიკოტს ძლიერდება ეჭვიანობა ლელოს მიმართ იმასთან დაკავშირებით რომ შესაძლებელია მოდი სიტყვით ვიტყვი რა თქვა ნიკა გვარამიამ ამასობაში ერთი პარტია პარლამენტში დაბრუნებას ჩალიჩობს და იგონებს რომ ამერიკელებმა ასე გვითხრეს რა თქმა უნდა ხა ერთი არის უკვე ალიანს მიღმა მყოფი, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა პარლამენტში შესული და ნუ ბუნებრივია ხა გამორიცხვის მეთოდითაც რომ წავიდეთ, მხოლოდ თქვენ ხართ. რა ვიცი, საიდან რა საფუძველი აქვს მის და სხვების ასეთ განცხადებებს? მოგესალმებით, ემა, მივესალმები ტელემაყურებელს. გულწრფელად გეტყვით, როცა თქვენთან მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ ამ თემაზე ალბათ აღარ გვექნებოდა საუბარი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ლელოს წარმომადგენელთა მხრიდან საკმარისზე მეტად გაეცა პასუხი ამ ინსინუაციებს, რომლებიც აბსოლუტურად არაფრისგან წარმოიშვა, მაგრამ რადგან თქვენ გამოცდილი ჟურნალისტი სტუმრად მიწვეულს მეკითხებით ამის თაობაზე, ესე იგი ეს თქვენი ინტერესს წარმოადგენს გარკვეული ნაწილის ინტერესსაც და ასე შემდეგ. რა შემიძლია თქვა? ერთ-ერთი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ანუ თან ეჭვი კი არ გამოთქვამს, ანუ ფაქტობრივად კითებით ფორმაში საუბრობს, დიახ? ემა პირდაპირ გეტყვით რა, ეგ რომ მარტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის აზრი იყოს, პირდაპირ გეტყოდით, რომ პასუხს არ ვცემ მეთქი. მაგრამ ეგ რადგან თქვენი კითხვა, როგორც ჟურნალისტის და პლუს საზოგადოებაში შეიძლება ჯერ კიდევ არსებობს, იმიტომ ვცემ პასუხს ამ თქვენს კითხვას. პირველ რიგში რა მინდა გითხრათ? მე მაინც ველოდი რა, რომ ეს კითხვა დაისმებოდა. ძალიან საინტერესოა. აი აქ მაქვს ზუსტად ის დოკუმენტი, რომელიც ამერიკის საელჩომ და ასე ვთქვათ, გამოაქვეყნა, როცა 25-28 მაისს ვაშინგტონიდან ჩამოსულმა მაღალი რანგის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან. ოპოზიციასთან გამართა 4-ვე სუბიექტთან, ვინც 24 წლის არჩევნებში, გაყალბებულ არჩევნებში გადალახა ბარიერი და მათ შორის ბუნებრივია შეხვდა ლელოს წარმომადგენლებსაც. რომ არ გამოვიდეს, რომ ლელოს რაღაცა მოელანდა, მოეჩვენა, ესე არ უთქვამს და ასე შემდეგ, თუ ნებას მომცემთ, ეს ძალიან ცოტა დროს დაიკავებს. პირდაპირ ეთერში წავიკითხავ იმას, რაც არის ნათქვამი ამერიკის საელჩოს სპეციალურ განცხადებაში. დიახ, ოპოზიციასთან მიმართებაში. დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის შესახებ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ. ეს არის პირველი აბზაცი და მეორე აბზაცი. დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ, ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, დააკვირდით, იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისათვის სანდო პარტნიორად აქცევს. ეს არის ოპოზიციასთან მიმართებაში ორი აბზაცი. პირველზე ლაპარაკია შეშფოთება, რომ კრძალავენ პარტიებს, იჭერენ ლიდერებს და ასე შემდეგ და მეორე აბზაცში საუბარია იმაზე, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია საჭიროებს ოპოზიციის ჩართულობა სახელმწიფო ინსტიტუტებში. ეხლა რაც შეეხება ინსინუაციას, რომ ამის უკან დგას, რომ რაღაც ლელოს უნდა სადღაც შევიდეს, გამოვიდეს, რაიმე შთაბეჭდილება თქვენ
სამწუხაროდ მე ტელემაყურებლების ასე პირდაპირ ახლა აქედან ვერ ვიგებ, თუმცა ბევრს ვხვდები და ბევრს საუბრები ნათელი ხდება ყველაფერი. თქვენ დაგჭათ რამე ამ დაგვარი შთაბეჭდილება, რომ ლელოს ჯერ ერთი ლელოს ცალკე აღებულს ვინ კითხავს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ დოკუმენტში წერია ის, რაც წერია. ეხლა რაც შეეხება რატომ მოხდა ეს ინსინუაცია ჩემის აზრით? და ეს მე მგონი თქვენთვის იქნება საინტერესო და საინტერესო იქნება ტელემაყურებლებისთვისაც. გამომდინარე იქიდან, რომ აი თქვენ ამ განცხადებაში წაიკითხეთ, გაიგეთ, დაინახეთ განწყობა, რომ ასე ვთქვათ, ოპოზიციის ერთის მხრივ შეშფოთება, ერთის არ არის ბოიკოტის ერთის მხრივ შეშფოთება, რომ არ უნდა განდევნო ოპოზიცია და არ უნდა გააუქმო და ასე შემდეგ და მეორე მხრივ საჭიროება. ხო, ნახეთ, სად უნდა იყოს შენი ამომრჩევლის ინტერესების გამტარებელი, ხო? ეს შეიძლება აქმული იყოს იმგვარად, რომ ანუ ვიღაცას კონდეს, არ ვიცი, ბოიკოტის, საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის სურვილი, ანუ ამგვარადაც შეიძლება. საფუძველი რა არის მაგის? უკაცრავად. ეხლა მე გეტყვით რა არის ამის საფუძველი? რა არის საფუძველი, როდესაც ასე განცხადებები გექნება, რომ ვიღაცა ცდილობს ჩალიჩობს ამ ასე ვთქვათ სლენგით, რომ შეიპაროს პარლამენტში. ხო, არ ვიცი, აი ვერსიები გაჩნდა, რომ შესაძლებელია, აი კოკო გამსახურდია სასწრაფოდ, შემთხვევით აიხსენეს, ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. აგაშენოთ ღმერთმაო. ეხლა ხო მანდატი დახია, მაგრამ მაშინ ნაცნობრაობას ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და აღუდგინეს ეს მანდატი. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჭირდებოდა მაგას, ისედაც კანონში ცვლილება იყო საკმარისი. თქვენ გაიხსენეთ ეხლა 2008 წელი. 2008 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელიც 17 მანდატით შევიდა პარლამენტში, 17 მანდატიდან 11-მა დეპუტატმა უარი განვაცხადეთ, ერთ-ერთი მე ვიყავი იმ 11-ში, რომელმაც დაჭრა მანდატი და უარი თქვა შესვლაზე. არ არსებობდა არანაირი კანონი მაშინ, რომ გაუქმებული მანდატი აღდგენილიყო, ისე როგორც არც დღეს არ არსებობს კანონი არანაირი, რომ გაუქმდა მანდატი და ის შეიძლება აღდგეს, როგორც ასეთი. მაგრამ პირველ ეტაპზე 17-დან 5-მა გადაწყვიტა, რომ მაინც შესულიყვნენ და შევიდნენ, მაგრამ გააგრძელა რა მაშინდელმა ხელისუფლებამ მუშაობა, რომ უფრო მეტი ოპოზიციონერი შეეტყუებინა პარლამენტში, შეცვალა კანონმდებლობა და მხოლოდ ერთი 12-დან, მხოლოდ ერთი ის ვინც თქვენ წეგან დაასახელეთ, დაემატა იმ ხუთს, ვინც დაიბრუნა დეპუტატის მანდატი. იცით ავტორი ვინ იყო ამ ცვლილებისა სინამდვილეში? აი ის ვინც მაგას წერს. ნიკა გვარა. დიახ, იუსტიციის მინისტრი. ხო და ეთყობა კარგად. დიახ, ამიტომ არა, ეჭვი კი არ გაუჩნდა. მაშინ როდესაც ღია კარი ქონდა თქვენთვის დატოვებული და იძახდა რომ ლელო და ვერაფერი ვერ მიიღო. ვერაფერი არა, რას ქვია, ვის ქონდა და რა ქონდაო რა? ნიკა გვარამი არის. არა, უკაცრავად, რა ქონდა ღია კარი? არის ღია, ვის? კარი იყო ღია. რომელი ალიანსის? ოპოზიციური ალიანსი. რომელი ალიანსის? 2024 წელს მელაპარაკებით? არა, ახლა გელაპარაკებთ კაცო ამ ალიანსის, ამ ახლა შექმნის. და ეხლა ალიანსი რა შუაშია 24 წლის მანდატის დაბრუნებასთან. მე თქვენ სხვა რამეს გეტყვით, მე სხვა დოკუმენტს ამოვიღე კიდევ აქ. მე მაქვს ახლა 6 პუნქტიანი ალიანსის ასე ვთქვათ მოთხოვნები, რომ ეს ცვლილებები თუ არ განხორციელდაო კოდექსშიო, მომავალ პარლამენტშიც ბოიკოტზე გავალთო. აქ ლაპარაკი რაზეა, იცით? აი ეს ამერიკის საელჩოს განცხადება რო წავიკითხე, აქ იკითხება არა ის, რომ ვინმე აპირებს დატოვებული მანდატების აღდგენას, არამედ არ დაგემართოთ ქრონიკული ბოიკოტი. ანუ ქრონიკულში არ გადაგეზარდოთ ბოიკოტი, იმიტომ რომ ის 6 პუნქტი, რომელიც ახლა აქ წერია, პირველი პუნქტი იცით რას ამბობს? ნუ მე არ ვიცი ახლა რა არ მინახავს განსაკუთრებით საარჩევნო კონტექსტში, მაგრამ პირველი პუნქტი ამბობს შემდეგს. თუ არ მოხდა ეს ცვლილება და რაზეა ლაპარაკი? 2020 წელს და 2024 წელს ვინც ბარიერი გადალახა, ყველა ამ პარტიამ თანაბრად პარიტეტულ საწყისებზე უნდა შექმნას CSKO. 2020 წელს ბარიერი გადალახა 9 პარტიამ. 2024 წელს ბარიერი გადალახა 5 პარტიამ. ანუ ჯამში არის 14 პარტია. ამ 14-დან 3 პარტია მეორდება.
ანუ ოცნება, ლელო და ნაციონალური მოძრაობა 20 წელსაც გადალახული ქონდა და 24 წელსაც. ანუ 3 უნდა გამოვაკლოთ იმ 14-ს. 14 პარტიიდან ერთია ქართული ოცნება და 10 არის სხვადასხვა ტიპის ოპოზიცია და ისინი გვეუბნებიან თუ 11 კაციანი CSKO არ შეიქმნა სადაც ერთია ოცნება და 10 ოპოზიცია ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობა ან თქვენ ხედავთ ქრონიკული ბოიკოტის საფრთხეს ხედავთ ანუ როცა ისინი ხედავენ თქვენი პარლამენტში დაბრუნების საფრთხეს თქვენ აქედან ხედავთ მათი მხრიდან ქრონიკული ბოიკოტის საფრთხეს ეს უსწრებდა ეს დოკუმენტი უსწრებდა იმ შეხვედრას ამიტომ როდესაც ჩამოვიდნენ ადამიანები მოისმინეს როგორ დევნიან ოპოზიციურ პარტიებს აუქმებენ საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს საქმე, საპატიმროებში აქვს, ზოგი დაჭერილია, ზოგი დასაჭერად გამზადებული და ამის მიუხედავად კიდევ ახალი არჩევნებისთვის მზადდება ესეთი ტიპის წინაპირობა, რომელიც უფრო საბაბია ბოიკოტზე წასვლის და არა მიზეზი, ნუ გეუბნებიან რომ კარგია, გასაგებია ბოიკოტი, მაგრამ ეხლა ქრონიკულში ნუ გადაგეზრდებათ ეს ყველაფერიო. ეს იმიტომ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა არანაირ საშუალებას არ გაძლევს მანდატი დაიბრუნოს და გაძლევს მხოლოდ ის გაღუნული ტვინები, რომელიც 2008 წელს რო გაიღუნა, დღესაც იმ გაღუნული ტვინებით არსებობა ელოდება ზოგიერთს. თქვენ თავად თქვით, რომ არც მაშინ არ არსებობდა კანონმდებლობა და ის შეცვალეს. ეხლა რატომ არ აქვს თუ ქართულ ოცნებასაც ორმხრივი ინტერესი თუ იქნება რატომ არ აქვს ქართულ ოცნებას დღეს რესურსი რომ ასევე წარმატებით შეცვალოს კანონმდებლობა როგორც თავის დროზე ნაციონალურ არც ქართული ოცნების ტვინია გაუღუნველი ოღონდ აი იმ ცვლილებით მე შემთხვევით არ მithქვამს 12-დან მხოლოდ ერთი ადამიანი შევიდა მაშინ პარლამენტი და 11 და თქვენი მონამორჩილი გარეთ დარჩა გინდათ კიდევ ერთი რამ გითხრათ თქვენთვის და ტელემაყურებლისთვის საინტერესო აი მაშინ როცა ამ კანონის სრულების მიუხედავად შემოგთავაზეს, შემოდით და აღგიდგენთ პარლამენტსო, მე და არ მერიდება ამის. აი პირდაპირ ვამბობ ეთერში, მე მამუკა კაციდაძეს, მაშინდელმა ხელისუფლებამ, 2 უახლოესი მეგობარი, 2 შვილის 2 ნათლია, დამიჭირა მოგონილი ტყუილით, მოგონილი ბრალდებით, დავბრუნდი თბილისში, არ ვიყავი, დასავლეთ საქართველოში ვიყავი და როცა გავიკითხე რა გინდათ მეთქი, პირდაპირ შემომითვალეს. შედი პარლამენტში და გამოუშვებთო.